მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, ქორუმი გვაქვს. დღის ეს რიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან და თანმდევ კანონპროექტებთან. გთხოვთ, რომ ამ დღის ეს რიგით ვიმუშაოთ და დავამტკიცოთ დღის ეს რიგი. მოხსენებელი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან იმახაშვილი და გთხოვთ ბატონ ლევან მესამე მოსმენით წარმოგვიდგინოთ შესაბამისი კანონი. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტთან კონსულტაციის შემდეგ წარმოგიდგენთ კანონპროექტს, სადაც ასახულია რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. დავიწყოთ პირველი კანონპროექტით, ხო? უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით. პირველ მუხლში შევიდა შემდეგი ხასიათის ცვლილებები, პირველ პუნქტში განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები, მეორე პუნქტშიც მოხდა ტექნიკური ცვლილებები, მესამე პუნქტიც ასევე განხორციელდა ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები, მეოთხე პუნქტშიც მოხდა ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები და რედაქციული ხასიათის ცვლილებებით მოხდა ტერმინოლოგიის დახვეწა და გრამატიკის გამართვა, გრამატიკულად გამართვა. მეორე მუხლში შევიდა ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები, კერძოდ დასუსტდა შესაბამის მუხლზე მითითება და მოხდა ტერმინოლოგიის გრამატიკულად გამართვა, თუმცა საბოლოო ჯამში ნორმათა შინაარსი არ შეცვლილა. მესამე მუხლი ცვლილებები არ არის. კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ გაქვთ? შეკითხვები არ არის. გადავინაცვლოთ შემდეგ კანონებზე და თუ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, აი ამის გარდა თუ რაიმე შეცვლილება განხორციელდა, ის მოგვახსენეთ თუ არა და სხვა მხრივ. ხო, არაფერი, მხოლოდ ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები. როგორც საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, ასევე ამ ბიუჯეტის შესახებ. მხოლოდ ტექნიკური და რედაქციული ხასიათის. ამ კანონებთან დაკავშირებით, კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ გაქვთ? შეკითხვები არ არის. საკითხი მიჩნეულია განხილულად და ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის თანახმა? წინააღმდეგი ხომ არ არის? წინააღმდეგი. ბატონ გიორგი, თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით თუ არ იღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას? გთხოვთ, რომ შეიტანოთ ეს ოქმში. სხვა მხრივ საკითხი განხილულია, სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა.